გამარჯობათ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ პირდაპირ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშლავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. ჩვენ წინა პირდაპირ გადაცემაში გავაჟღერეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უშუალოდ ქართულ სახელმწიფოს 4000 წლით ათარიღებს. ანუ 4000 წლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოვადგინეთ. დღეს კი ვისაუბრებთ ზოგადად ჩვენ მქონდა ასე დაყოფილი სისტემურად მასალა სახელმწიფო 4000 წლის, მეცნიერება 2500 წელი, სარწმუნოება ამ შემთხვევაში ქრისტიანობაზე ლაპარაკით დაახლოებით 2000 წელია და ფაზისის აკადემია მუზათა ტაძარი 1900 წლის ხდება დაახლოებით. ჩვენი კვლევების თანახმად, რასაც საუბრობთ, ეს არის წერილობით ძეგლებში მოცემული მასალების, ანუ მეცნიერული კვლევების შედეგად მოცემული მასალის დათარიღების მიხედვით არის ეს ყოველივე წარმოდგენილი. ჩვენ არ გვაქვს ის შეხედულებები, რომელიც ზოგჯერ ჩდება Facebook-ზე, არადაუმტკიცებადი, არამედ ეს არის ძალიან სერიოზული მასალა, ჰიპოთეზა იმისა, რომ ასეთი სახი წარმოვადგინოთ ქართული სახელმწიფო. ჩვენ უფრო ადრე გავაჟღერეთ ეს თემა, საქართველოს ღვინისა და ხორბლის სამშობლო დაახლოებით მინიმუმ 8000 წლისა, ზოგი მეცნიერული კვლევების შედეგად ეს უფრო შეიძლება დაძველდეს. ამიტომ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ რიგის მიხედვით. დასაწყისში ჩვენ საუბრობდით როგორც სახელმწიფო 4000 წელი, დღეს გვექნება მეცნიერებაზე საუბარი. აი სწორედ ფაზისის აკადემია, მუზათა ტაძარი ცდილობს, რომ თავის სამეცნიერო სივრცეში აღადგინოს ის მიდგომა, რომელიც სამსახოვანია ადამიანის აზროვნებაში. ეს არის მითოსური აზროვნება, რელიგიური აზროვნება, ფილოსოფიური აზროვნება. ძირითადად ფაზის აკადემიაში რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნება საკმაოდ კარგად იყო. აი მითოსური თემებიც ბევრჯერ ჟღერდებოდა, საერთოდ ბერძნული მითები და ბერძნული ფილოსოფია ძირითადად შეზავებულია ამ შეხედულებებით, მითოსურით, რელიგიური და ფილოსოფიური. ეს არ განსხვავდება ამ მეცნიერული კვლევების დროს. მეცნიერება, როგორც 2500 წლის, ამას ჩვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ასე აღნიშნოთ, ქართული მეცნიერებაზე შეგვიძლია ეს დაუშვათ და ამ საკითხებზე გესაუბრებით, რატომ უნდა დავათარიღოთ ასეთი სახით და ეს არის თუ არა არგუმენტირებული, ანუ არის ის თუ არა, რომელიც რეალობასთან გვაკავშირებს. ყოველ შემთხვევაში მინდა გავიხსენო არისტოტელეს სიტყვები. ღმერთია ყოველივეს მიზეზი და საწყისი. ამიტომ ღვთაებრივი მეცნიერება მხოლოდ ღმერთს შეიძლება ჰქონდეს. ასე ფიქრობდა არისტოტელე, მოგეხსენებათ 3384 წლის წინ ცხოვრობდა, დაიბადა, გარდაიცვალა 3322 წლის წინ. აი წარმოიდგინეთ არისტოტელეს შესახებ ბევრმა კარგად იცის, მაგრამ ზოგადად ტელემაყურებლებმა უნდა იცოდნენ, რომ არისტოტელე ერთ-ერთი დიდი მოაზროვნეა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში და ეს არის მისი ნაშრომები დღემდე მნიშვნელოვანი ფიზიკაში, ასტრონომიაშიც, ასევე ეკონომიკაში. სხვათა შორის მან შემოიტანა ტერმინები მათემატიკის მეცნიერება და ეკონომიკის მეცნიერება. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება უფრო ადრეულ პერიოდზე, არისტოტელემდე პერიოდზე, ეს არის პითაგორას სამოსელზე საუბარი გვექნება. დაახლოებით პითაგორა დაიბადა 2570 წლის წინ და გარდაიცვალა 2497 წლის წინ. ანუ ქრისტესშობამდე დაიბადა დაახლოებით 570 წელს და გარდაიცვალა 497 წელს ძველ წეთაღ რიცხვით. დასავლურ სამეცნიერო ტრადიციაში ერთ-ერთ უძველეს მეცნიერად პითაგორას სამოსელი ითვლება. იგი იყო პირველი, ვინც მათემატიკა მეცნიერებად აქცია. რიცხვებს სამყაროს საფუძვლად მიიჩნევდა და თვლიდა ყველაფერი რიცხვია. მას მიეწერება
როგორიცაა თქვენთვის კარგად ცნობილი პითაგორას თეორემა, პროპორციების თეორია, დედამიწის სფერული ფორმა და სხვა. პითაგორამ დაარსა პირველი ორგანიზებული სამეცნიერო ფილოსოფიური სკოლა, სადაც დაკვირვება და ლოგიკა მითოსურ აზროვნებას ჩაენაცვლა. აი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, მითოსური აზროვნებაში უკვე გაბატონდა რელიგიური და შემდეგში უკვე ფილოსოფიური აზროვნება. დაკვირვება და ლოგიკა ეს უკვე ფილოსოფიურ აზროვნებაშია წარმოდგენილი. ჩვენ ახლა გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პითაგორას სამოსელს აქვს წარმოშობა ბერძნული წერილობითი წყაროების მიხედვით, რამდენიმე წერილობითი წყარო არის. ეს არ არის მისი დროის პერიოდის, ანუ თანა მისი პერიოდის დროინდელი ხელნაწერები, რა თქმა უნდა, ეს მოგვიანო პერიოდისა, ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეში არის და წერილობით წყაროებში, ბერძნულ წერილობით წყაროებში დაფიქსირებული, რომ პითაგორა წარმოშობით არა ბერძენი, არამედ ეტრუსკელი პელაზგია. აი, ახლა ამ საკითხზე გესაუბრებით. ყველა ყოველ შემთხვევაში შეიძლება არ იცის რა არის პელაზგი. პელაზგი ეს არის წინა ბერძნული, ანუ არაბერძნული მოსახლეობა, რომელიც სახლობდა საბერძნეთის ტერიტორიაზე და ნაწილობრივ იტალიის ტერიტორიაზე. ეს ის კულტურა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპის პირველ საძირკველს, შემდეგში მოსულმა ბერძნებმა მათი კულტურა აითვისეს. და ბერძნული წერილობითი წყაროების მიხედვით პელაზგები არიან იგივე კოლხური ტომების, ანუ ქართველური ტომების მონათესავები და გვაქვს ჩვენ ამაზე წერილობითი ძეგლი, ისევე ბერძნულში, რასაც ამტკიცებს, რომ პელაზგი ეს იგივეა, რაც კოლხური ტომები. ახლა ამ შემთხვევაში ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეში დიოგენე ლაერტელი ასეთი მოღვაწე გახდათ და ის წერდა, რომ პითაგორა ეტრუსკი ეს არის დღევანდელი იტალიის რუმის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებული ცივილიზაცია. გაგახსენოთ იმ მხრივ, რომ ლათინელების როგორც სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებამდე ეტრუსკები იყვნენ, სახელმწიფოებრივი გამოცდილების მქონეები და მეფეები. ბერძნული და ლათინური მითებიდან მოგეხსენებათ, რომ ეტრუსკების დედა ღვთაება იყო კოლხი, ხალღმერთი, აიეტის და კირკე და ბერძნულ ლათინური დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ კირკეს შვილები არიან ლატინუსი და რომუსი. აი ეს ზოგწყაროსი იტალოსიც არის დასახელებული. მოგეხსენებათ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ლიტერატურული თვალსაზრისით ევროპის პირველი ლიტერატურული წყარო ჰომეროსის ილიადა და ოდისეაში. ეს მასალები ძალიან კარგად არის გაჟღერებული კირკესთან დაკავშირებით. შემდეგ მოგვიანებით ბერძნულ წყაროებში სხვადასხვა ავტორი, ჰესიოდე და სხვაები, კალიმაკე, მაგალითად აპოლონიის როდოსელის აქვს დაწერილი არგონავტიკა. ეს წერილობითი ძეგლები, რომელიც არის ლიტერატურული ნაწარმოებები, ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი დონისაა. და ეს საერთოდ ჩვენ კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით უნივერსიტეტი ძალიან განვითარებულია, მაგრამ ზოგადად ქართულმა საზოგადოებამ ეს წიგნები უნდა წაიკითხოს. ქართულად თარგმანი არსებობს, ჰომეროსის ილიადა და ოდისეა ქართულად გვაქვს. დიდი ხნის წინ ითარგმნა, განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში აპოლონიის როდოსელის არგონავტიკა, როგორც პროზაული, ასევე პოემის სახით თარგმანი არსებობს ორი ვარიანტი. ეს ჩვენ ყოველ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ. აი ამ თვალსაზრისით მოხსენებულია რიგი ინფორმაცია, როგორც ლიტერატურული ინფორმაცია ამ მასალებში და ზოგჯერ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს რეალობასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულია ეს მასალა და აი აპოლონიის როდოსელში მოხსენებულია ასეთი ციტატა არგონავტიკაში: მაკრისელთა პელაზგური ლაშქარი მოგვადგაო. მაკრისელს თავად ბერძნული განმარტებელი იქვე განმარტავს, რომ ეს არის მაკრონები. ყოველ შემთხვევაში მცირე ისტორია მაინც რომ ვიცოდეთ, მაკრონები ცნობილია როგორც მეგრელ ლასთა საკმო სახელი, უფრო ადრეული, რომელიც არის დაცული ბერძნულ წერილობით ძეგლებში. ასე რომ გამოდის, რომ ერთ-ერთი ქართველური ტომი მეგრელებისა
ლაზებისა, ანუ კოლხური ტომის სახელი მოხსენებულია როგორც პელასგად, ანუ მაგრისელი ეს არის პელასგი. აი ეს ერთი დოკუმენტი კიდევ არსებობს სხვა მასალა, რომ პელასგები ეს არიან არაბერძნული, არაინდოევროპული წარმოშობის და ბევრ ავტორს, როგორც უცხოელს, ისევე ქართველს მიაჩნია, რომ პელასგები სავარაუდოდ უნდა იყვნენ წინარე ქართველური მოსახლეობის ნაწილი. აი ამაზე საუბრობს ბერძნული წერილობი ძეგლები, როგორც პელასგებზე და ეტრუსკების სახელით არის ცნობილი იტალიის ნახევარკუნძულზე ეს უდიდესი ცივილიზაციის ხალხი. და დასახელებულია ბერძნულ წერილობის ძეგლში, რომ მაგალითად ენეიდა ეს არის არაჩვეულებრივი ნაშრომი ლათინურად ლიტერატურული ნაწარმოები, ესეც ტროას ომთან არის დაკავშირებული და იქიდან წამოსული პიროვნებები გადავიდნენ იტალიაში, ჩრდილოეთ იტალიაში, ეტრურიაში, ეტრუსკები ამიტომ ქვია. ესენი წარმოშობით ბერძნული წერილობის წყაროები წერენ, ესენი არიან პელასგები. თუ ამ მასალებს დაუჯერებთ, ესე იგი პელასგი არის კოლხური ტომი, პელასგის წარმოშობა უკავშირდება ეტრუსკებს და ესენი ერთი წარმოშობის, ერთი მოდგმის ხალხი არიან, ესე იგი საბერძნეთის კუნძულებსა და კონტინენტურ საბერძნეთის მაცხოვრებლებს პირობითად მეცნიერები პელასგებს უწოდებენ, ასე ქართველურ ანუ კოლხურ ტომთან არის კავშირი, ხოლო თუ იტალიის კონტინენტზე ადრეულ პერიოდში სანამ ლათინური ცივილიზაცია, ანუ რომაული ცივილიზაცია ფეხს მოიკიდებდა, იქამდე იყვნენ ძალიან დიდი კულტურული წარმოშობის ხალხი ეტრუსკები და ამათ ერთმანეთთან ნათესაობა აქვს. სხვა ეს არის ბერძნული წერილობის წყაროების მიხედვით, მაგრამ ახლა გენეტიკურმა კვლევებმა რიგი ფაქტები აჩვენა, რომ მათი მონათესაობა ახლანდელი კვლევებით უკვე გაირკვა, რომ ეტრუსკებს, პელასგებს პირობითად რაც დავარქვით, ქართველურ ტომებს ერთი წარმოშობა აქვს, ერთი გენეტიკური ინფორმაცია აქვს. ყოველ შემთხვევაში ეს ერთი კვლევაა გენეტიკური, მაგრამ წერილობით ძეგლებში ბერძნულ და ლათინურში ეს მასალა დაფიქსირებულია. მოდით შევთანხმდეთ ასე, რომ რადგანაც ეს ინფორმაცია ძალიან რთულია და ფართოა, ესე იგი აღნიშნოთ ხაზგასმით, რომ პელასგი, ეტრუსკი და კოლხი ეს არის ერთ-ერთი ქართველური ტომების ნაწილი, რომლებიც გასახლდნენ ადრეულ პერიოდში შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში კულტურული განვითარების შედეგად, ხორბლისა და ვაზის კულტურის განვითარების შედეგად, მიგრაცია ბევრ სხვა საკითხთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ერთ-ერთი სოფლის მეურნეობის განვითარებასთან და აგროკულტურის განვითარებასთან დაკავშირებით რაღაცა ნაწილის საზოგადოება გადასახლდა კონტინენტურ საბერძნეთისა და კუნძულებსა და იტალიის ნაწილში. ეს იმ პერიოდს ეხება, როცა ნაწილობრივ იწყებს ევროპის კონტინენტი გადნობას, ანუ მეცნიერული კვლევების თანახმად 10-15,000 წლის წინ შეიძლება ეს რიცხვები ცოტა მინუსი პლუსით იყოს, მცირედ დომინებით გაყინული იყო ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთ ნაწილშიც კულტურული განვითარება დაკავშირებულია სწორედ სოფლის მეურნეობის აქედან ჩატარებას. ეს მასალა ჩვენი მარტო კვლევა არ არის, ეს მრავალი მეცნიერის, ევროპელის, ამერიკელის, საქართველოს ვაზის კულტურა და შემდეგ ვრცელდება ეს მასალები ჩვენ ადრეს გავახშერეთ და ხორბალზეც საუბრობდით. რიგი სხვა კვლევებიც არსებობს ამის დამამტკიცებლად, ახლა დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ გაჩვენოთ, რომ პითაგორა პელასგია, რომელიც გადასახლდა იტალიაში და მას მეორენაირად უწოდებენ ეტრუსკი. ახლა წერილობითი ძეგლი. ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში, როგორც ვთქვი, დიოგენე ლაერტელი წერდა პითაგორა ტისენელი ეტრუსკი იყო, რომლის წინაპრები პელოპონესის, ანუ პელასგის ქლიუსიდან გააძევეს. აი ეს პელასგია, ეს არის დღევანდელი პელოპონესის საბერძნეთის სამხრეთ ნაწილი, რომელსაც ადრე პელასგიის ნახევარკუნძული ერქვა. სხვათა შორის პელასგიასთან ნახევარკუნძულთან ახლოს არის დიდი კუნძული, მაკრისი ერქვა, აი სწორედ მაკრონების ერთ-ერთ განსახლებას ბერძნული წერილობით წყაროები ამ კუნძულს უკავშირებენ. სხვათა შორის ბევრი მითი, მაგალითად მედიას ვაჟიშვილთან არის დაკავშირებული, მედიას ერთ-ერთ ვაჟს ლასით, ესე იგი თესალოსი ერქვა და ამიტომ დღესაც თესალია ერთ-ერთი რეგიონია საბერძნეთში. ყოველ შემთხვევაში ეს რიგი მასალა არსებობს და გავაგრძელოთ ახლა პითაგორასთან დაკავშირებით. ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში
სხვა ავტორი, მაგალითად პორფირი ტვირელი წერდა, რომ პითაგორას მამა ტირსენელი ეტრუსკად არის მიჩნეული, რომელიც კუნძულ ლემნოსზე ცხოვრობდა. კუნძული ლემნოსი დღევანდელი ეგეოსის ზღვისპირეთში მდებარეობს, მოგეხსენებათ ახალი ათონთან ახლოს არის, ახალი ათონის სივრცე წარმოდგენილი აქვს ქართველებს ასე თუ ისე და ლემნოსზე სახლობდა პირველ ეტაპზე ასე არის წარმოდგენილი, შემდეგში ჩანს რომ ის გადასახლდა კუნძულ სამოსზე. აი ამ საკითხებზე რომელზეც ჩვენ ვძველობთ ეს დაწერილია ბერძნულად. ყველა წერილობითი ძეგლი სათითაოდ ჩვენ მიერ არის მოძიებული, ნანახი და ეს რიცხული გვაქვს ყოველ შემთხვევაში ეს ყველა ფოტო მასალა გადაღებული და ჩამოტანილი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ ჩვენი კულტურის უძველესობა. და რატომ გჭირდება ახლა სწორედ პითაგორას როგორც წარმოშობაზე ვისაუბროთ. ლემნოსის საუბრობდით, ეს არის კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, პელაზგი სამკვიდრებელი, ზემოაღნიშნული განმეორებები იძლევა საშუალებას რიგი სხვადასხვა ჰიპოთეზების, მაგალითად ლემნოსის კვიდრი ტომების გაიგივება ქართული მოდღვის ეთნიკურ ერთეულთან, ყოველ შემთხვევაში ამას წერს ახლა, რაც მე წავიკითხე, პროფესორი აკაკი ურუშაძე 1964 წელს, რომელიც სპეციალისტი გახდა და მიმართულებით, ვინც თესეუს კლასიკური ფილოლოგიის სკოლა იცის, ეს ადამიანი უნდა გაიხსენოს მაღალი რანგის მეცნიერი გახდათ. ლემნოსი კვიდრი პელაზგური ტომით იყო დასახლებული, ამას ამბობს აკაკი ურუშაძე და იქვე ამბობს, რომ კოლხეთისა და კუნძულ ლემნოსის ურთიერთობებისათვის მას სპეციალური ნაშრომიც კი აქვს დაბეჭდილი 1954 წელს უნივერსიტეტის შრომებში ტომ 37 ნაწილშია ეს დაბეჭდილი. ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეში ცნობილი ბერძენი მოღვაწე პლუტარქე წერდა პითაგორა წარმოშობით ტირსენელი ეტრუსკი იყო. ამდენად ძველი წერილობითი ძეგლები, წერილობითი ბერძნული წყაროების მიხედვით მრავალმა ევროპელმა მეცნიერმა იმუშავა, ყოველ შემთხვევაში ეს მუშაობა დაიწყო 1826 წლიდან და 1970 წელსაც ბევრი რიგი მასალები იქნა გამოტანილი სააშკარაოდ. ბერძნული წყაროების მიხედვით ჰაინრიხ რიტერი, ედუარდ ცელერი, უილიამ სმიტი წერდნენ, რომ პითაგორა წარმოშობით ეტრუსკი პელაზგი იყო. ეს არის დაწერილი გერმანულად და მოცემულია სმიტი ცნობილი ლექსიკოგრაფი იყო ინგლისელი, მას რამდენიმე ტომი აქვს, 3 ტომი ამ შემთხვევაში, სხვა ტომეულებიც აქვს, ამ შემთხვევაში ბერძნული კულტურაში გამჟღავნებული მნიშვნელოვანი მასალა დაფიქსირებული პითაგორას და სხვა პირებთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა რაც ადრე გავაჟღერეთ რამდენიმე წუთის წინ აპოლონის როდოსელის ციტატაზე კიდევ მოუბრუნდებით. აპოლონის როდოსელი პელაზგებად მიჩნევს მაგრელთა ტომს, ანუ მაგრესელებს, მაგრელ ვაშკას და პელაზგური ლაშქარი ასე ანახსენები, რომელსაც ისევ გავიმეორებთ ძველბერძნული წერილობის წყაროების კომენტატორი ან განმარტებელი ასე განმარტავს. მაგრელი ეგრეთ წოდებული მაგრონებია, რომლებიც გადმოსახლებული არიან კუნძულ ევეადან, ეს კუნძული არის მაგრისი, ადრე ერქვა ასე, საიდანაც მაგრონები ეწოდათ. აი ეს წერია სიტყვა სიტყვით. აქვე წერს განმარტებელი ევბიას, როგორც ვთქვით, მაგრისიც ერქვა, ასე წერს წყარო, ევბია მეზობელი მხარეა პელოპონესისა, რომელიც უწინ პელაზგიად იწოდება. სიტყვა სიტყვით ბერძნულად ასე არის დაწერილი. გვინდა არ გვინდა წერილობითი ძეგლები ამას წერს და გადმოგცემენ. კოლხური ტომის პელაზგი მაგრონების დაკავშირება კუნძულ ევეასთან, ანუ მაკლისთან, სრულიადაც არ უნდა იყოს შემთხვევითი. ამას ამბობს პროფესორი აკაკი ურუშაძე. და აქვე ამას ადასტურებსო, ამბობს თვითონ ანტიკური წყაროთა ჩვენებები შორეულ საუკუნეებში ქართველურ ტომთა დიდ სივრცეებზე განსახლების შესახებ. აი ეს მასალა
არის ბერძნულად დაწერილი. ბერძნული წერილობითი წყარობის მიხედვით ივანი ჯავახიშვილი, არონ ჩიქობაბა, სიმონ ყავჩიშვილი, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე და სხვები წერენ, რომ მაკრონი, ანუ პელაზგური მოდგმის დასავლურ ქართველური წარმოშობის მეგრელ ჭანთა, ანუ ლასთა სატომოს სახელს აღნიშნავს. სხვათა შორის აკაკი ურუშაძე ბევრჯერ განმარტავს, მაგალითად მაკრონები და იქვე უწერია კოლხური ტომი, რომელიც პელაზგურ ხანაში კუნძულ ებეაზე მაკრისზე მოსახლეობდა. იგივე მაკრელები, ანუ მეგრელები, სანები, ანუ ჭანები. მაკრონები, როგორც ვთქვით, დასავლურ ქართული კოლხური სატომოს სახელია, აი ამას განმარტავს ყოველ ნაბიჯზე, ყოველ შემთხვევაში აკაკი ურუშაძის წიგნი ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში 1964 წელსაა გამოცემული და ეს წერია 522 გვერდზე განმარტების სახით არის წარმოდგენილი, ჩვენ ვეძახით დამატებას როგორც ინდექსი. აქვე აღნიშნავს აკაკი ურუშაძე მაკრონები რას წერს? ამავე რიგისაა ქვემოთ განხილული ბერძნულ წყაროში დაცული ცნობა კოლხური ტომის მაკრონების შესახებ, ეცნობა ჩანს უძველეს გადმოცემებს ეყრდნობა და კოლხური მოდგმის მაკრონებს პელაზგებად აღიარებს. აქვე პელაზგურ ტომებად დასახელებულია მაკრელების გარდა, მაკრონების გარდა ჰენიოხები. მას ამბობს დიონისიოს პერიეგეტის თხზულებაშია ეს მოცემული პირველ-მეორე საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე და ის წერს ასეთ ნაშრომს დასახლებული სამყაროს აღწერილობა, სადაც წერია ჰენიოხები ძიქებთან, ანუ ჯიქებთან ერთად პირდაპირ პელაზგური წარმომავლობის ტომადა გამოცხადებული. გვარი სამეგრელოში ჯიქია მოგეხსენება, შეიძლება ამ ხრივ წარმოშობაც უკავშირდებოდეს. ყოველ შემთხვევაში პელაზგური ტომების დასახელება არა მარტო ერთია, არამედ სხვაც არის დასახელებული. ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ძველი ბერძენი ისტორიკოსის ჰელანიკე მიტინ-ლენელის მიხედვით ეს 2500 წლის წინ ცხოვრობდა. პელაზთა ერთი ნაწილი, რომელიც ელინებმა კვიდრი მოსახლეობა, ანუ ელინების შემდეგ მოსულმა ხალხმა კვიდრი მოსახლეობა საბერძნეთიდან განდევნეს, ზოგი ნაწილი გადასახლდა იტალიაში, ტირსენიაში, ეტრურიაში, ამიტომ ეწოდათ მათ ეტრუსკები. ესენი ერთ და იგივე წარმოშობის ხალხია ამ წერილობით წყაროს მიხედვით. ჰელანიკე ამბობს, რომ უწინ პელაზგებად წოდებული ტირენებმა ის სახელი, რომელიც ახლა აქვთ, მიიღეს მას შემდეგ, რაც იტალიაში დასახლდნენ. და მიფიქრებულია კიდევ შემდეგი მასალა, ნანას მეფობის დროს, ანუ პელაზგების მეფე ქალი არის ნანა, მეფობის დროს ელინების მიერ პელაზგები განდევლინი იქნენ, მაშინ მდინარე სპინეთთან იონის უბეში მათ დატოვეს ხომალდებ და აიღეს ქვეყნის შუაგულში ქალაქი კრესტონი. მერე აქედან დაიძრენ და დასახლდნენ ახლა ეგრეთ წოდებული ტირსენიაში. აი ეს ქალაქი კროტონი ან კრესტონი აღმოჩნდება პითაგორას მეორე და სახლი. ლემნოსზე ზოგი წყაროს მიხედვით სამოსზე ცხოვრობდა და საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ პითაგორა იწოდება პითაგორა სამოსელი კუნძულის მიხედვით. და ეს ადამიანი, რომელიც არის მათემატიკის მეცნიერება, საერთოდ მეცნიერების განმავითარებელი და პირველი მნიშვნელოვანი ფიგურა თალესი შემდეგ, აი ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ჩვენ დღეს გაჩვენებთ, რომ თალეს იცნობდა პითაგორა. ესე იგი, სახლობდნენ იტალიის რომის ჩრდილოეთ ნაწილში, კორტონა, კრესტონი, აი ეს არის ეტრურია, ტოსკანა. ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც ვიცით ეს სახელი ტოსკანას არქეოლოგიური ზონა, შეგიძლიათ ეს დაათვალიეროთ. კიდევ წავიკითხავთ ძირითად წყაროს, ჰელანიკე ამბობს, რომ უწინ პელაზგებად წოდებული ტირენებმა ის სახელი, რომელიც ახლა აქვთ, მიიღეს მაშინ, როცა იტალიაში დასახლდნენ.
ნაწარმოებში ფორონიჩი იგი ასე ლაპარაკობს მათ მეფეს პელაზგეს და ჰენეიოსის ასულ მენიპეს ეყოლათ ფრასტორი ამას ამინტონი ამასაც ტევტამიდე და ამას კი ნანა აი ნანას მეფობის დროს პელაზგები ელინთა მიერ განდევლენი იქნენ მაშინ მდინარე სპინეთთან იონის უბეში დატოვეს ხომარდებდა აიღეს ქვეყნის შუაგულში მდებარე ქალაქი კროტონი ეს მასალა არის მოცემული კიდევ სხვა წერილობით ძეგლში მე აქედან დაიძრენ და დააფუძნეს ახალი ეგრეთ წოდებული ტირსენია ეტრურია ტოსკანა დღევანდელი რიგი მეცნიერი ამ საკითხებს იკვლევდა მაგალითად ტომსონი შახერმაიერი მათ აქვთ კვლევები ეგეოსური ანუ პელაზგური ენას ეტრუსკოთან ერთად კავკასიური ენებთან მონათესავე აგლუტინაციურ ენად მიიჩნევს აი ეს კვლევები გასულ საუკუნეში უკვე იყო ეტრუსკები განმარტებული აქვს აკაკი ურუშაძეს თავის სკოლიოში ანუ განმარტების ბოლოში ეტრუსკები ანუ ტირენები ანუ ტირსენები ანუ პელაზგური ტომი ძველი კოლხეთი არგონავტების ბუნებაში გავიმეორებთ ეს არის პროფესორი აკაკი ურუშაძის წიგნი 1964 წელს გამოცემული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემის მიხედვითაა გამოცემული გამოკვლევა აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერძნული ტექსტები ქართული თარგმანით და შენიშვნებით აი ეს წიგნი ძალიან უნდა ვიცოდეთ როგორც მათემატიკაში გამრავლების ტაბულა ასე თუ გვეცოდინება ეს დეტალები ჩვენთვის აღარ იქნება ყოველ შემთხვევაში მოულოდნელი ქართველი მსმენელებისთვის ახლა სპეციალისტებმა ძალიან კარგად იციან მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ვაკეთებთ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციის წარმოჩენას მინდა წავიკითხო ერთი ციტატა ეს არის სტრაბონი პირველ საუკუნეში ცხოვრობდა მიჯნაზე ძველისა და ახალი წეთაღრიცხვის მიჯნაზე ცნობილი მნიშვნელოვანი პირი იყო ძველ ბერძნულ სამყაროში სტრაბონი და მოგეხსენებათ მას ისტორია აქვს დაწერილი და ეს ისტორია რამდენიმე ტომს მოიცავს სტრაბონის მოკლე ისტორიული ნაწილი ისტორიის მოკლე ნაწილი თარგმნილია ქართულად ერთ ტომს წარმოადგენს თინათინ ყაუჩიშვილის მიერ და ქართულად შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ საკმაოდ ბევრია. მე შემიძლია მიგითეთოთ, არა მარტო ეს წიგნი სტრაბონის რამდენიმე ტომი ერთიანად გამოცემული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტს რამდენჯერმე. ეს არის ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცემას აქვს ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა, რომ ერთ ნაწილში ერთ გვერდზე დაიბეჭდოს ბერძნული ორიგინალი ტექსტი და მეორე გვერდზე იყოს შესაბამისი ინგლისური თარგმანი და ასეთი გამოცემები ჩვენ ახლა ბევრი გვაქვს ყოველ შემთხვევაში მე 550 ტომს ვიცნობ სხვადასხვა წერილობით ბერძნული ძეგლებისა და ეს ასევე ის რაც არ არის გამოცემული ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ეს არის ლათინურად და ბერძნულად ის წიგნები რომელზეც ჩვენ მიგითითებთ ყოველ შემთხვევაში რომ ვიცოდეთ ქართველების უძველესი ისტორიის შესახებ რატომ მაინც და მაინც ბერძნული წერილობის წყაროებში მაშინ ბერძნული ენა როგორც დღეს არის ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობისთვის ამიტომ რამდენიმე ერი მარტო ერთი კი არა უამრავი ერი კომუნიკაციისთვის ინფორმაციის გაცვლისთვის და სამეცნიერო ენად იყენებდნენ ბერძნულს და ასე შემოინახა ბერძნულმა ეს ყოველივე ჩვენთან დაკავშირებით სტრაბონი წერს კოლხეთის ქვეყნის სიმდიდრე ოქროს ვერცხლის რკინისა და სპილენძის სიუხვე იყო არგონავტების ლაშქრობის ნამდვილი მიზეზი იასონისა და მისი მდევარი კოლხების ლაშქრობის კვალი არის კრეტაზე კუნძულ კრეტაზე იტალიასა და ადრიაში ვენეციის ახლოს კალიმაქე აღნიშნავს რომ კოლხებმა დააფუძნეს ქალაქი რომელსაც კოლხურ ენაზე უწოდეს პულა ქალაქი ხორვატიაში ეს დღესაც შეგიძლიათ ვიკიპედიაში ჩაიხედოთ და აი სწორედ პულას რომ მოძებნით იქ წერია რომ ეს დაარსებულია კოლხების მიერ სხვა ძეგლებიც არსებობს ლათინურად დაწერილი მაგალითად დავასახელებ პლინიუსის ნაწერს და იწერია ციტატა ასეთი ოლკინიუმი რომელსაც ადრე
კოლხინიუმი დღევანდელი ულცინი ქალაქი მონტენეგროში ერქვა და კოლხების მიერ არის დაარსებული. აი სიტყვით უბრალოდ ჩვენ ვამატებთ იმას, რომ ულცინი ქალაქია მონტენეგროში დღეს, რომელსაც ადრე ერქვა კოლხინიუმი, ანუ ოლკინიუმი. ეს წერია ლათინურად. კიდევ დავასახელებდით ერთ წყაროს ისევე პლინიუსიდან. აი პლინიუსი წერს, რომ ცნობილი ლათინურენოვანი მეცნიერი ასე უწოდოთ პლინიუს იონის და ის წერს, რომ იონის ზღვის სანაპიროზე არის ქალაქი ორიკუმი, დღევანდელი ალბანეთია, დაარსებული კოლხების მიერ. ალბანეთი ევროპის ალბანეთზე ლაპარაკი. აქ კიდევ არის წერილობით წყაროებში, რომ აიეტის ძმის სახელიც კი კვია აფსირტიდები, ასეთ სახელით აფსირტე ერქვა აიეტის ძმას და ეს ნახევარკუნძულები, პატარა კუნძულების სახით დღევანდელი ხორვატიის სივრცეში შედის და აი პოლოსთან ახლოს არის. ეს ისტორიები ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ყოველ შემთხვევაში, ქართველთა მონათესავე ტომები, როგორც თქვი, ცხოვრობდნენ უძველეს ხანებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. ამას წერს ცალსახად სიმონ ყაუჩიშვილი, ალექსანდრე გამყრელიძე. ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ მათ თარგმანებს, გეორგიკა, რამდენიმე ტომია. მაგალითად, ერთ-ერთ წყაროში წერია ასეთი გამარტების სახით აკეთებს ქართველი მკვლევარი აკაკი ურუშაძე. აიეტის მიერ კორინთოს მიტოვება, ეს კორინთო დღევანდელი პელოპონესის, ანუ კორინთო, ვინც ერკვევა ყოველ შემთხვევაში სანაოსნო სისტემაში, ეს არის გადასასვლელი. დღეს კორინთოს ყელი არსებობს, სადაც გემები გადადიან, ხელოვნურად გზა არის გაჭრილი, პატარა რამდენიმე კილომეტრი და აი ამ კორინთოს ადგილას, თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ, ეს იყო აიეტის სამკვიდრებელი. აიეტის მიერ კორინთოს მიტოვება, ანუ აიეტს ეს სივრცეც ეკუთვნოდა როგორც სამეფო, შავი ზღვის სანაპიროზე გადმოსახლდა. ოდისევსის, კირკესა და მედიას გარშემო შეთხზული ამბები და კოლხთა მრავალი კვალი ეგეოსის ზღვის რაიონსა და ეტრურიაში, ანუ დღევანდელ ტოსკანაში, უნდა ასახავდეს წინა ელინური მოსახლეობისა და ინდოევროპული ელემენტის ჭიდილს, ანუ ქართველური მოსახლეობისა და ინდოევროპული, ანუ ელინებისა და ლათინების ერთმანეთთან ჭიდილს, მერმინდელი ელადისა და იტალიის ტერიტორიებზე. აქ გამსtildeულ ამბავთა რეალური ისტორიული შინაარსი მითოლოგიურად არის გაშუქებული. ანუ მითოსი გადმოცემს ამას სხვა ფორმით, თუმცა რეალურ ისტორიულ ნაწილსაც ასახავს ამ შემთხვევაში. დავასკვნათ შეგვიძლია ის, რომ ზემოხსენებული რამდენიმე ტომზე აქვს საუბარი, ზოგი ავტორი 33-ს ასახელებს, კოლხური ტომების სხვა პელაზგურ ტომებთან ერთად დიდ ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებულნი. ეს როგორც შავი ზღვის პირეთი, კავკასიის სამხრეთ ნაწილი, ხმელთაშუა ზღვის პირეთი, ჩვენ რამდენჯერმე წარმოვადგენდით რუკებს ქართველური მოსახლეობის განსახლების სივრცეზე, ყოველ შემთხვევაში ბერძნულ წერილობით წყაროებში ეს წერია. დიდ ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებული, ისტორიულ ხანაში კი ამ ტერიტორიის თანდათანობით დავიწყება მოხდა. ამას ამბობს მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკაკი ურუშაძე 1964 წელს მან შეისწავლა ძველი ბერძნული წერილობითი ძეგლები, იგივე მოსაზრებები ჰქონდა თინათინ ყაუჩიშვილის აკადემიკოს და აკადემიკოს სიმონ ყაუჩიშვილის. ბრიგი მეცნიერებიც ამას ამბობენ. აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე, არქეოლოგი, მას რამდენიმე წიგნი აქვს მნიშვნელოვანი დაწერილი, მაგალითად ოთარ ჯაფარიძეს აქვს დაწერილი ქართველი ტომების ეთნოკულტურული ისტორიისათვის და ეს წიგნი ბევრი ინფორმაციას მოიცავს და მეორე წიგნი ქართველი ერის ეთნოგენეზისის სათავებთან. აი ერთ-ერთ ამ წიგნში დასახელებული აქვს სწორედ ასეთი ციტატა, ასეთი მასალა აქვს მოყვანილი ოთარ ჯაფარიძეს. ქართველ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს დასავლეთითაც ეგეოსის ზღვის რეგიონში ცხოვრობდნენ და მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავშირდებდა აქ მოსახლე ადგილობრივ პელაზგებდა. შემდეგში ეს ტომები უფრო შევიწროებულან და აღმოსავლეთში გადმოსახლდნენ. ანუ ინდოევროპული ტომები, ლათინელებისა და ელინელების, ანუ ბერძნების გამოჩენის შემდეგ ეს ტერიტორიები უკვე დაიკარგა და იქ მოსახლე ტომები, როგორც ბერძნული წერილობით წყაროები ამბობს, ზოგი
გადაასახლეს მე-13, ასე ვთქვათ, 1/13 ომში დაიღუპა დაახლოებით ასე ვთქვათ, 1/13 უკვე ასიმილირდა ადგილობრივ მოსახლეობა ასიმილირდა შემდეგ მოსულ ინდოევროპულ ტომებთან. ბერძნები ეგეოსის სამყაროში დაახლოებით ძველი წეთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულში უნდა გამჩენილიყვნენ, ამას წერს ოთარ ჯაფარიძე, სადაც მანამდე ჰეროდოტეს თქმით პელაზგები ცხოვრობდნენ. ეს ძველი მოსახლეობა ქართველურ კავკასიურ ტომებს ენათესებებოდა. ეგეოსურ სამყაროდან აღმოსავლეთით, კერძოდ კავკასიის მიმართულებით მიგრაციას ჯერ კიდევ ტრუას ომამდე უნდა ქონოდა ადგილი. აღნიშნული დასკვნები უპირატესად ზოგიერთ ანტიკურ წყაროში დაცული ცნობების საფუძველზე იყო გამოტანილი. ეგეოსიდან კოლხეთში გადმოსახლების ცნობა უკვე ხდება ძველი წითაღრიცხვის მე-8 საუკუნეში პოეტ ემელოს კორინთელთან. აპოლონის როდოსელის არგონავტიკის სკოლიოში მაკრონების პირველ საცხოვრისად ები ანუ მაკრისი იხსენიება. მაკრონების შემდეგში მცირე აზიაში გადმოსახლებულან ვირგილიუსთან დაცული ერთი ცნობით ებიაში მოსახლეობდნენ აგრეთვე ხალიბები მოგეხსენებათ, ტომი პონტოში, ანუ დღევანდელი შავის აღმოსავლეთ პირეთში მაცხოვრებელი ტომები, რომელმაც რკინა აღმოაჩინა. სახელი, სახელწოდება ხალიბიუმიდან, ებეის სოფლიდან, რადგან აქედან გადმოსახლდნენ. ან ხალიბიუმი ერქვა ებეის სოფელს, ანუ მაკრისის და აქედან ჩნდება ეს ტომები, რომლებიც რკინის დამუშავების მეთოდი გამოიგონეს და ამიტომ გაჩნდა ეს მათი სახელი და ეს არის კოლხური პელაზგური ტომები. ჩანს რომ ქართველთა პელაზგურ სამყაროსთან კავშირი თითქოს გენეტიკურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და გენეტიკური კვლევების თანახმად რიგი მასალაც არსებობს. ჩვენ კიდევ შეგვიძლია წავიკითხოთ შესაქმეს წიგნის ლათინურ ვარიანტს წარმოადგენს მნიშვნელოვანი აქ იხსენიება თობელი, საიდანაც არიან თალილელები, ვარაუდობენ რომ ამ უკანასკნელის ნაცვლად უნდა იყოს თესალიელები, თესალია ადრე თქვი რამდენიმე წუთის წინ ეს არის დაკავშირებული მედიას ვაჟიშვილის თესალოსთან სახელთან, თესალია პელაზ და ადგილსაყოფელი იყო, თობელი კი ქართველთა წინაპრად ამიჩნეული. იბერიელების თესალიელებისგან წარმომავლობის ცნობა ტაციტუსთან ხვდება. დიონისიო პერიგეტის თქმით, ჰენიოხები პელაზგიტების ქვეყნის შთამომავალნი არიან. მისი ერთ-ერთი ცნობის კომენტარში ევსტატი აღნიშნავს, უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი კოლხი ლიგიელები ან ლელეგები შეიძლება გადმოსახლებული არიან ევროპელთაგან. ჰეროდოტეს ცნობაში კოლხების ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ ზოგი ვარაუდით თითქოს ჭეშმარიტების მარცვალი ჩანს და ქართველი ტომების ფართოდ განსახლების მაჩვენებელი უნდა იყოს. აღინიშნა აგრეთვე რომ სინამდვილეში უნდა ასახავდეს ძველი ავტორების არაერთის ნათქვამი ქართველი და ესპანელი იბერების ნათესაობა, ცნობა და ქართველების შემდეგ ესპანეთიდან კავკასიაში გადმოსახლებული. ამას ამბობს ოთარ ჯაფარიძე, აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ისევე ბატონი ოთარის ნაშრომიდან მოვიყვან ციტატას, ძველი წეთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულში აღმოსავლეთიდან ხალხთა დიდი მიგრაციები იწყება დასავლეთით, რომელშიც კავკასიური, კერძოდ ქართველური ტომებიც მონაწილეობდნენ. მათი ეგეოსის დამკვიდრების შემდეგ უნდა ჩამოყალიბებულიყო პელაზგური მოსახლეობა, რომელიც ფართოდ ვრცელდება ეგეოსურ სამყაროში და ხმელთაშუა ზღვისპირეთში. უფრო გვიან ძველი წეთაღრიცხვის მე-14 საუკუნეში მოკიდებული იწყება ეგეოსურ სამყაროდან ხალხთა მიგრაციები აღმოსავლეთ, რადგანაც ინდოევროპული ტომები, მაგალითად ბერძნები და ლათინელები შემოდიან კავკასიის მიმართულებით ბრუნდებიან, რაც შემდეგში უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს, როგორც არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, ძველი წეთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულში სამხრეთ კავკასიიდან მართლაც შეინიშნება საკმაოდ ძლავრი მიგრაციების სამხრეთით. ამ მოძრაობის შედეგად თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, დღევანდელი თურქეთის სივრცე, მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ ექცევა და უფრო სამხრეთით, აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვისპირეთში ვრცელდება. მისი მცირე ნაკვალევი ცენტრალურ ანატოლიაში შეიმჩნევა. ეგეოსის ზღვის აუზს და მცირე აზიის უფრო დასავლეთ ნაწილს კი ეს კულტურა ჩანს აღწევს,
როგორც ვარაუდობენ ქართველი ტომები პელაზგების გავსად აღმოსავლეთით გადმოსახლებულან და ჰალიძონი ხალიბების ბერძენ აქაველების წინამდებ ტროელთა მხარეზე მიუღიათ მონაწილეობა, რაც მათ სიახლოვეს უნდა მოწმობდეს. ამას ამბობს აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე. ჩვენ ამდენიმე ციტატას კიდე წავიკითხავთ ძველი კოლხეთის არგონავტის ხუმლებაში აქვს დაწერილი პროფესორ აკაკი ურუშაძეს ძველ ბერძენ და რომელ ავტორებთან რომლების თავის მხრივ უძველეს გადმოცემას ეყრდნობიან ხშირად ხდება არაპირდაპირი მითითებები და ზოგჯერ პირდაპირი მინიშნებაც პელაზგებისა და კავკასიური კოლხური ტომების იდენტურობის შესახებ პელაზგი თესალიელები ცირაზიელი ტროელები კუნძულ ლემნოსის მკვიდრი პელაზგის სინიტები ფიაკების ტომი და სხვა კოლხთა მონათესე ტომებიდანაა მიჩნეული ამგვარად ბერძნული ინდოევროპული ტომების სამხრეთ ევროპაში ჩამოსახლების პერიოდში პელაზგი მაკრისელები ანუ მაკრონები სხვა პელაზგურ ტომების გავსად ეგეოსის ზღვის რაიონიდან აყრილან ესე იგი ინდოევროპული ტომების ლათინელების და ბერძნების გამოჩენის შემდეგ და აღმოსავლეთით ჯერ მარმარილოს ზღვის პირას შემდეგ ის შავი ზღვის სანაპიროზე გადმოხიზნულან და აქ ძველთაგანვე დამკვიდრებული ნათესავი ტომების მეზობლად დაბინავებული. ანუ ადრეულ პერიოდში 8000 წლის წინ უფრო შეიძლება ადრე ყოველ შემთხვევაში 8000 წლის წინ კავკასიიდან ეს ხალხი გადასახლდა, მაგრამ მე შემდეგში ამ სივრცეში როცა მათ ჰქონდა შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის პირეთი კულტურულად განვითარებული, რომელსაც პელაზგური კულტურა დავარქვით, მეცნიერულად ასე არის. შემდეგში როცა შემოდის ეს ტომები, არა მონათესავე ინდოევროპული ტომები, ქართველური ზანამონათესავე იპყრობენ იმ სივრცეებს და ამის შედეგად ქართველური ტომების შევიწროება ხდება და ნაწილი ტომებისა მესამედი თავიანთ მონათესავე ტომებთან შავი ზღვის პირეთში ბრუნდებიან. აი ეს პროცესია აღწერილი. დავასრულოთ რომ ზემოხსენებული კოლხური ტომები სხვა პელაზგურ ტომებთან ერთად დიდ ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებული, ისტორიულ ხანაში კი ამ ტერიტორიის თანდათანობით დავიწროება მოხდა. ასეთია რეალური ვითარება კოლხური ტომების პელაზგური წარმომავლობისა და მათი უძველესი საცხოვრისის საკითხთან დაკავშირებით. სრულიად უსაფუძვლო არ უნდა ჩანდეს ის, რომ მრავალი მკვლევრის მოსაზრებები არის ასევე არა მარტო ესე იგი ევროპული მეცნიერებისა, არამედ რუსულ სამეცნიერო წრეებშიც არის რიგი საკითხი დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე ძვირფასო საზოგადოება, ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩანს რომ როგორც წერილობის წყარო ამბობს, პითაგორა პელაზგია, თუ ამ წერილობის წყაროების გავიაზრებთ, პელაზგი ეს არის კოლხური ტომის წარმომადგენლები, ანუ ქართველური ტომის, აქედან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგანაც ეს წერილობის წყაროებში ეს მასალაა გაზრებული ძველ ბერძნულ წყაროებში, პითაგორა ვთქვათ, რომ უძველესი ქართველური წარმოშობის პიროვნება და მან დიდი მნიშვნელობით მეცნიერების განვითარებაში, წარმოშობაში დიდი როლი ითამაშა. თუ ამას ვიფიქრებთ ასე, როგორც ვთქვით 4000 წელი დაახლოებით საქართველოს სახელმწიფოებისა ის წერილობით ძეგლების მიხედვით, რაც დაწერილია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით წინა გადაცემაში ჩვენი დეშიფრაციის მიხედვით, ანუ ამოკითხვის შედეგად მრავალწლიანი 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აკრახსის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა 1427 თიხის ფირფიტის შესწავლა მოგვიწია. ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენ მარტო ფესტოს დისკო მოგიხსენება და ფესტოს დისკო ერთი დოკუმენტია და განასხვავეთ აკრახსის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები 1427-ზე მეტია და იქ მოცემული ამოკითხული აია კოლხეთი კუტა, ანუ ქუთაისთან შეიძლება დავუკავშიროთ, იმიტომ რომ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ წინა გადაცემაში. ქუთაისის სახელი გაჟღერებულია კუნძულ კრეტაზე, ლასითი ეს ლასეთთან არის კავშირში, ანუ ისტორიობრივი სახელები, რაც კავკასიაში დაარქვეს, ქართველთა ეთნოგენეზისი იყო ამ ადგილას, სადაც ახლა ვცხოვრობთ, შემდეგ განვითარდნენ, გადავიდნენ სხვადასხვა კუნძულებზე, შეიტანეს კულტურა, დამწერლობა და ასე შემდეგ, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. აი ეს პროცესი რომელიც დაიწყო ადრე, შემდეგში როცა ინდოევროპული ტომები მოდიან, ეს პროცესი პირიქით იწყება, შევიწროება და ასიმილაცია იწყება. აი ეს მასალების გააზრების შედეგად კიდევ ერთხელ მიუბრუნდებით, რომ პითაგორა არის პელაზგი და პელაზგი ეს არის კოლხური ტომის წარმომადგენელი, ქართველური ტომი, ამიტომ შეგვიძლია ვარაუდით, ჩვენი მოსაზრებით, რომ პითაგორა არის
ქართული უძველესი ქართული წარმოშობის მეცნიერი და ეს დიდი მნიშვნელობისა დღეს შეიძლება ამას ბევრი ვერ იაზრებდეს რომ ქართული სახელმწიფოების 4000 წელიც ბევრჯერ არ გვაქვს გააზრებული 3000 წელზეც არ გვაქვს შესაბამისად გააზრება ქართველებს დღეს ჩვენ ერთმანეთთან კონფლიქტი გვაქვს ქართველებს პოლიტიკური შეხედულების გამო პოლიტიკური ერთი მხარე მეორე მხარე და ერთმანეთს ებრძვიან ჩვენ ეს შეხედულებები არც ერთს არ აქვს გააზრებული და ეს ჭიდილი მეცნიერულიც უნდა იყოს სწორი პოლიტიკური შეხედულებები დღეს არ არის არც ერთი ტელევიზია თუმცა დაიწყეს მაგრამ ჩვენს გარდა მსგავს თემებს არსებობს რამდენიმე ტელევიზია Georgian Times და კიდევ რამდენიმე ცოტა ინფორმაციის სახით დაიწყეს ამ თემებზე საუბარი მაგრამ ქართული TV განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ამ თემებს და ვაჟღერებთ უკვე 3 წელზე მეტია ამ ტელევიზიაში ამ თემებს და დიდი მადლობა ამ ტელევიზიის ხელმძღვანელობას რომ ფაზის აკადემიის კვლევებს დროს უთმობს და ფაზის აკადემიას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ ხრივ ჩვენ რა თქმა უნდა აკადემიური გარემო ვართ და ჩვენ მეცნიერულად ფიქრობთ ბევრ საკითხებზე ეს უნდა იყოს მიტანილი ქართველ ხალხთან სწორად გასაგებად და შესაბამისად პოლიტიკურმა ფიგურებმა ცოტა დაიოკონ თავიანთი შეხედულებები და იფიქრონ მეცნიერებაზე ასევე წარმოიდგინონ როგორ შეიძლება სამეცნიერო რეფორმა ჩაატარდეს მეცნიერებას თუ არ მიენიჭება უპირატესობა და ნამდვილ მეცნიერზე თუ არ იქნება ორიენტებული კიდევ ვერ ავაწყობთ მეცნიერი კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ახსნა სამწუხაროდ ეს გვიწევს რომ მეცნიერი ის არის ვინც დღესაც აღქვეყნებს შრომებს მაღალ რეიტინგიან ჟურნალებში ამ შემთხვევაში მათემატიკა ფიზიკა ბიოლოგია ქიმია ჩვენთან საკმაოდ კარგად არის მაგრამ გასაძლიერებელია ფილოლოგიური მიმართულების და საისტორიო მეცნიერებები ძალიან მაღალი კვალიფიკაციის არიან, მაგრამ ამ ხრივ რომ მათ სკოპუსები და ვებსაიტში ნაშრომები კონდეთ, ამაზე უნდა ზრუნავდეს უნივერსიტეტები, რომ მათ დახარჯონ ფული ამ მიმართულებით და მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერებს ხარდაჭერა შეუქმნან. აი აქედან გამომდინარე რეიტინგი მეცნიერისა უკვე Google სკოლარი ითulis სკოპუსი ინტერნეტში შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ მეცნიერებს რა მონაცემები აქვს იმ მონაცემების მიხედვით უნდა ავირჩეთ მეცნიერი როგორც არის დაუშვათ ასოცირებული ასისტენტ პროფესორი სრული პროფესორი ან წამყვანი მეცნიერი რომელიც ახლა შემოაქვს ყოველ შემთხვევაში მე წარმოდგენ არა მაქვს რას ნიშნავს წამყვანი მეცნიერები გერმანიაში არსებობს ეს ფორმები მე ამ საკითხში არ შევეხები არ ვიცი ახლა ამ საკითხს რამდენად კომპეტენტურად წარმოვადგენ მაგრამ მეცნიერი უნდა იყოს საქართველოში მაღალ დონეზე წარმოადგენ იმ რომ როგორც მოგახსენეთ მეცნიერებას საქართველოში 2500 წლის ისტორია აქვს. ჩვენ ქონდა ფაზის აკადემია დაახლოებით 1900 წლის წინ. ეს ხო მცირე ინფორმაცია არ არის. ამის შემდეგ ქონდა გელათის აკადემია, იყალთოს აკადემია. ამ აკადემიებს უნდა დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი ორგანიზაციები, რომ თანამშრომლობა მათი მუშაობა უნდა აღდგეს. ფაზის აკადემია მუშაობს გელათის აკადემია მუშაობს, უნდა ხარი დაუჭიროთ იყალთოს აკადემიას, რომელმაც უნდა დაიწყოს ის მუშაობა, რაც არის მეცნიერო. ყოველ შემთხვევაში ქართული ქრისტიანობის საძირკველიდან მოდის ეს აკადემიები, ორივე ქრისტიანული აკადემიის საძირკველია იყალთო და გელათი. და ახლა ჩვენი კვლევების თანახმად ასევე ფაზის აკადემიას ქრისტიანი პირველი მეცნიერის, ქართველი ქრისტიანი მეცნიერის მარგიონ ფაზისელის მიერ არის დაფუძნებული. აი ეს ღირებულება გვაქვს, აი ეს კულტურა გვაქვს, რომლის წარმოჩინება ზომიერებით მაღალი დონით, კვალიფიკაციის მაღალი წარმოდგენით და სამეცნიერო წრეებში ჩვენ უნდა ჩანდეთ, უნდა გამოგვქონდეს ეს მასალები. არის დღეს სამეცნიერო ნაშრომები დაწერილი, სადაც ფაზისი საერთოდ არ არის შეტანილი. სამწუხაროა ეს, რიტორიკის სკოლაზეა საუბარი. რიტორიკაზეა წიგნი დაწერილი და ფაზის აკადემია არ ანახსენი. მეცნიერი ამბობს, რომ ესო ჰიპოთეზა არისო და საკამათოს არ შევიტანო. როცა თემისტიოსის სიტყვა 354 წელს დაახლოებით არსებობს და მრავალი ქართველი მკვლევრის, აკადემიკოს სიმონ ყაუჩიშვილის, აკადემიკო თინათის ყაუჩიშვილის, აკაკი ურუშაძის და მრავალი ქართველი დიდი კლასიკოს ფილოლოგების მიერ შექმნილ ნაშრომებში, შალვან მუცუბიძის ნაშრომში მოიაზრება, ჩვენ უფლება არ აგვაქვს, რომ რაღაცა არ შევიტანოთ, რაც თქვენ არ გსურთ. და არის ყოველ შემთხვევაში ზოგჯერ შეიმჩნევა, რომ ბევრმა მეცნიერმა, ჭყალებში ვამბობ, რიგი მასალები კარგად არ აქვთ გააზრებული.
ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მეცნიერებას. ქართული სახელმწიფოებრიობა 4000 წლისა წერილობითი ძეგლების მიხედვით და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს კი არ არის სიტყვის ტრაბახით წარმოვადგინოთ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური ნიშნულობის თემა და ამას უნდა პატრონობა. თუ პელაზგია პითაგორა და ის პელაზგი ქართველია, ყოველ შემთხვევაში წერილობითი ძეგლები ამას ამბობს, პითაგორის დაბადებიდან ათვლით დაახლოებით 2500 წლისაა. ჩვენ შემდეგ გადაცემაში ძვირფასო ტელემაყურებლებო იმ თემის მიხედვით, როცა თქვით ქართული სახელმწიფო 4000 წლისაა, ქართული მეცნიერება 2500 წლის და ქართული ქრისტიანული რელიგიის ასაკი დაახლოებით 2000 წლისაა. ჩვენ ახლა ოფიციალურად ამ წელს აღნიშნავთ სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებული რელიგიას ქრისტიანობის, ანუ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული იქნა 326 წელს, მაგრამ რიგი წერილობითი წყაროების მიხედვით ასევე ქართველი მკვლევრების მიერ შეიძლება ეს ყოფილიყო 324 წელს. ახლა 2 წელს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ ღირებულებებს, ამ ფასეულებებს სერიოზული ხედვა ჭირდება, სერიოზული მიდგომა და თსუ-ში და სხვა უნივერსიტეტებში რიგი მეცნიერები, რომლებიც არიან განსხვავებულად მაღალ დონეზე მკვლევრები და ყველა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სისტემაში ყოფნი, რომლებიც იყვნენ ევროპაში, ამერიკაში და მათ ჩამოაქვს ეს ყოველ შემთხვევაში მეც მომაქვს ეს ბაზალები, მრავალ 46 მუზეუმიდან და ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი გვაქვს ასალები. ამის გაცნობა, ამისი მნიშვნელოვანი კვლევების წარმოჩენა უნდა იყოს უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში უნდა იყოს სტუდენტი და ამას უნდა ისმენდეს. ეს არის უნივერსიტეტი, ეს არის აკადემია, აი ამ დონეზე უნდა იყოს. მარტო სასწავლო მნიშვნელობით აკადემია და უნივერსიტეტი ვერ განვითარდება. აი ეს ღირებულებებია გასაკეთებელი და სახელმწიფომ სერიოზულად უნდა იფიქროს. ვინც ამას ხელს კარგად მოკიდებს და გააკეთებს, ის ქვეყანა აშენდება. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ აშენდება. ძირითადი აგური სისტემა მშენებლობისა სახელმწიფოსი მეცნიერებიდან და განათლებიდან იწყება. ჩვენ შემდეგ გადაცემაში, როგორც გითხარით, გვექნება საუბარი, რომ ქართული სარწმუნოება, ანუ ქრისტიანობას დაახლოებით 2000 წლის ისტორია აქვს. აი ამაზე გესაუბრებით შემდეგ პირდაპირ გადაცემაში, ძვირფასო ქართველებო, ტელემაყურებლებო, პირველ რიგში გისურვებთ კარგად ყოფნას და გისურვებთ იმ მნიშვნელოვანი ღირებულებების დანახვას და წარმოჩინებას და ჩვენ უნდა დავივიწყოთ ისაც Facebook-ზე ყალბი ინფორმაციები ზოგჯერ ვრცელდება, არამეცნიერული, არაფერსთან კავშირში არ არის, არაფერს არ აქვს წერილობითი ძეგლი, ის მასალები გავავრცელოთ, ისედაც ჭირს დაწერილი მასალების გაგება და შემდეგში რაც არ არის დაწერილი, იმის აღქმა საერთოდ არ შეიძლება. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ქრისტიანობაში საერთოდ ბიბლიის ლიტერატურაშიც მითითება, ინდექსირება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხო ხედავთ, რომ ყოველ სტრიქონის ქვემოთ ყოველთვის აღნიშნულია ის ციტატა სხვაგან როგორ წერია. აი ეს ნომრები მითითებულია. აი ეს წესია ქრისტიანობისა. თავად ქრისტემ თავისი თავის წარმოჩენისთვის უფრო სწორად როგორც უფალმა წარმოაჩინა წიგნის პირველი წაკითხვის დროს, მას მიცეს საშუალება წაიკითხა ეს და აი ეს დაწერილი ტექსტით განაცხადა, რომ ის იყო უფალი. რელიგიაში ეს არის ციტირება, მნიშვნელოვანი, პირველ წყაროს მოყვანა და თუ ჩვენ არც ერთ წყაროს არ მოვიყვან და ისევ საუბრობთ, ეს არ არის მეცნიერება, არაფერი არ არის ის. ამიტომ ასეთი ყალბი შეხედულებები საქართველოში იმიტომ ვრცელდება, რომ დონე მეცნიერული თვალსაზრისით დაბალი არ არის, მაგრამ სამეცნიერო ინფორმაციის ფლობა საზოგადოებაში ნაკლებია და ყველა მეცნიერი ვერ გახდება, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ ქართველებმა დაფასება ნამდვილი მეცნიერებისა, ნამდვილი აკადემისა და ნამდვილი იმისა, რაც საქართველოს სჭირდება თავისი ქვეყნის აღორძინებისთვის. ასევე პოლიტიკაშიც და ბევრ საკითხებში. გისურვებთ კარგად ყოფნას, კარგად ბრძანდებოდეთ, შემდეგ გადაცემისთვის მოგახსენებთ კიდე რიგ ფაქტორებს, მნიშვნელოვან საკითხებს.